კონკურენცია ყველგანაა. სკოლაში უმაღლესი შეფასებისთვის ვიბრძვით. სამსახურში კარიერული კიბის პირველი საფეხურისთვის. მაგრამ რა მოხდება თუ წარმატების ნამდვილი საიდუმლო არა ბრძოლაში, არამედ მისგან თავის დაღწევაშია? რა მოხდება თუ მონოპოლია არა მტერი, არამედ პროგრესის მამოძრავებელი ძალაა? სწორედ ამ კითხვებზე იპოვით პასუხს ამ წიგნში, რომელიც თავდაყირა აყენებს ბიზნესის შესახებ ყველაზე გავრცელებულ იდეებს. მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ მოგზაურობას წიგნში, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება სტარტაპმა შეცვალოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი. მზად იყავით, რომ ამ მოგზაურობამ ბიზნესის შესახებ თქვენი ყველა წარმოდგენა თავდაყირა დააყენოს. არ დაგაუწყდეთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ, რადგან ეს ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს. იყავით უნიკალური, რათა დაიპყროთ ბაზარი. ბიზნესის ასაშენებლად, რომელიც ყველაფერს შეცვლის, საჭიროა რეალობას იმ მხრიდან შეხედო, საიდანაც ჯერ არავის შეუხედავს. ძველი იდეების გაუმჯობესება საკმარისი არ არის, რადგან მათში წარმატების მთავარი კომპონენტი, უნიკალურობა, არ არსებობს. სჯობს ინოვაცია გააკეთო და მომხმარებელს ისეთი რამ შესწავაზო, რაც ჯერ არ უნახავს, ვიდრე ცდილობდე Apple-ის წარმატების გამეორებას. ყველაფერი მარტივად ჩანს. იპოვე ახალი მიდგომა, მონოპოლიზაცია გაუკეთე ბაზარს და ისიამოვნე შენი მიღწევით, მაგრამ საკმარისია ეს? და როგორ უნდა იპოვო ის უახლესი რამ, რაც მომხმარებელს სჭირდება? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს ამ შეჯამებაში იპოვით. გაიგებ, რა ეტაპებს გადის სტარტაპი, სანამ მომგებიანი და წარმატებული გახდება. ასევე შეიტყობთ, თუ რატომ არ უწყობს ხელს სრულყოფილი კონკურენცია, როგორც ბაზრის მოდელი, აღმოჩენებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ფართო ხედვით შეხედავთ ბაზარს და მიხვდებით, რატომ არის აუცილებელი მომავლის სწორად აღქმა. დაენახავთ, რამდენად ძლიერია საიდუმლოებები. არასწორია იფიქროთ, რომ ადამიანებმა უკვე გააკეთეს ყველა აღმოჩენა. მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოა. უბრალოდ მათი შემჩნევა უნდა შეგეძლოთ. აი, კითხვების სია, რომლებიც გელოდებათ. რატომ ხგავს სტარტაპი ცოლქმრულ ურთიერთობას? რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ ბაზრის მონოპოლიზაციისთვის? რატომ არ იყიდება თვით ყველაზე მოწინავე პროდუქტები და ტექნოლოგიებიც კი საკუთარი ძალებით? როგორ მოვძებნოთ ბალანსი შრომის ავტომატიზაციასა და ადამიანურ რესურსებს შორის? რა შეცდომებია დაუშვებელი სტარტაპის გახსნისას? აღმოაჩინეთ, თუ რატომ არის კომპანიის ახლებურად აზროვნების უნარი ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოქნილობა და ადაპტირება. საინტერესო ჟღერს? დავიწყოთ. ყველა წარუმატებელი კომპანია ერთნაირია. მათ ვერ შეძლეს კონკურენციისგან თავის დაღწევა. პიტერ ტილი. კონკურენციის მახე. სამყარო სავსეა კონკურენციით. ამას სკოლაშივე ვსწავლობთ, როდესაც თანაკლასელებს ვეჯიბრებით მაღალი შეფასებებისთვის. შემდეგ ეს გრძელდება უნივერსიტეტში და სამსახურში, როცა კარიერულ კიბეზე პირველად ასვლას ვცდილობთ. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უკეთესი ხარ სხვებზე. კონკურენცია იწვევს კონფლიქტსა და დაძაბულობას. გარდა ამისა, მუდმივი ბრძოლა პირველობისთვის დამღლელი და სტრესულია. კონკურენცია მხოლოდ ეკონომიკური მოდელი არ არის, ეს იდეოლოგიაა. იგივე ხდება კომპანიებშიც. ყველა ბაზარზე არსებობს ორი ეკონომიკური მოდელი. სრულყოფილი კონკურენცია და მონოპოლია. როდესაც ნიშა მომგებიანია, მასში ბევრი კომპანია შედის. ეს იწვევს ფასების შემცირებას და მომგებიანობის მოსალოდნელი დონის დაკარგვას. ზოგი კომპანია ზარალზე გადის და ბაზარს ტოვებს, რის შედეგადაც ფასები ისევ სტაბილურდება. ამ მოდელის პირობებში ვერცერთო კომპანია ვერ აღწევს მის მოგების მიზნებს, ხოლო მონოპოლია პირიქით ფლობს თავის ბაზარს და თავადვე ადგენს ფასებს. ბიზნეს ხშირად მეტაფორულად ომს ადარებენ, რაშიც დამნაშავე სწორედ კონკურენციაა. რა არის მეტოქეობის მთავარი პრობლემა? თუ მუდმივად პირველ ადგილზე იბრძვი, ამ ბრძოლის გარდა ვერაფერს შეამჩნევ. იმიტაციური კონკურენციისას სთავაზობ მხოლოდ უკვე არსებულის ვარიანტებს, მაგრამ არაფერს ქმნი ორიგინალურს. დაფიქრდი იმ ბრძოლაზე, რომელიც კომპანიებს შორის იყო, რათა შეექმნათ ყველაზე მოსახერხებელი საკრედიტო ბარათის წამკითხველი.
არსებობდა მრავალი ვარიაცია, მაგრამ რა იყო მათში უნიკალური? კონკურენცია გაიძულებს ზედმეტად ვიწროდ შეხედოთ მოვლენებს და ხელიდან გაუშვა სხვა შესაძლებლობები. ალტერნატიულად, შეგიძლია კონკურენციის თავიდან არიდება საკუთარი ინტერესებისკენ ფოკუსირებით. როცა რაღაც გიტაცებს, ცოტა ყურადღებას აქცევ იმას, რას აკეთებენ სხვები. ამიტომაც საქმიანობის არჩევისაც არ უნდა იხელმძღვანელო მხოლოდ იმით, რაც პოპულარულია, არამედ იმითაც, რაც შენთვის საინტერესოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა მათთვის, ვინც ბიზნესი იწყებს, კონკურენციის მასშტაბის დაუფასებლობა. მაგალითად, ვერ დაეყრდნობი მხოლოდ ბებიის ძველ რეცეპტებს, როცა რესტორანს ხსნი. ჯერ ბაზრის კვლევაა საჭირო. თუ შენს გარშემო სხვა რესტორნებია, რომლებიც მხოლოდ მომზადების მიდგომით განსხვავდებიან, შენ მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნები. იპოვე გზა ბაზრის სამართავად. ბევრს გონია, რომ მონოპოლია სხვა ბიზნესებს პროდუქტის გაყიდვაში უშლის ხელს. თუმცა, მათ შეუძლიათ ისეთი ახალი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მნიშვნელოვნად დაუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. სწორედ ასეთი ინოვაციური მონოპოლიები უბიძგებენ პროგრესს. კონკურენცია ადამიანებს მანქანის ურთიერთშემცველ ნაწილებად ეპყრობა, მაშინ როცა მონოპოლია კრეატიულობას აძლიერებს. მონოპოლია სარგებელს აძლევს როგორც საზოგადოებას, ისე კომპანიებს. თუმცა ბაზრის სამართავად საჭიროა უნიკალური პრობლემის გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრეატიული კომპანია განსხვავებულია, ზოგიერთი რამ მაინც საერთოა. პირველი, დაპატენტებული ტექნოლოგია. ეს სხვებს უშლის ხელს თქვენი პროდუქტის დაკოპირებაში. თქვენი პროდუქტი 10-ჯერ უკეთესი უნდა იყოს, რომ კონკურენტებისგან გამორიჩეოდეს. ამიტომ მუდმივად განვითარება გჭირდებათ. თუმცა კონკურენტებს დაწევა და თქვენი დამარცხებისთვის დიდი დრო არ დასჭირდებათ. მეორე, ქსელური ეფექტების გამოყენება. წარმატებული მაგალითია Facebook-ი. პლატფორმა დაიწყო მარკ ცუკერბერგის თანაკლასელების დასაკავშირებლად, თუმცა დღეს მას მილიარდობით მომხმარებელი ყავს. მაგრამ თავიდანვე გიგანტური აუდიტორიის მოპოვების მცდელობა შეცდომაა. ჯობს შენი პროდუქტი მცირე ჯგუფისთვის გახდეს აუცილებელი. შემდეგ კი ისინი სხვებს მოუყვებიან მასზე. მესამე, მასშტაბირების საფუძველი. პროდუქტს უნდა ჰქონდეს განვითარების პოტენციალი. მაგალითად, სერვისულ კომპანიებს შეზღუდული ზრდის შესაძლებლობა აქვთ. საცეკვაო სტუდიას ვერ ეყოლება მილიონობით მოსწავლე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ინოვაციურ ტექნოლოგიებს კი ეს შეუძლიათ. გაიხსენეთ Twitter-ი, Amazon ან Apple-ი, რომელთა იდეებმა მილიონობით შტააღონა. თუ მონოპოლიის შექმნაზე ოცნებობ, გაითვალისწინე, რომ შენი პროდუქტი ერთი ქვეყნის ფარგლებს უნდა ცდებოდეს. მეოთხე, ბრენდინგი. ეს მხოლოდ დიზაინი კი არაა. დღეს Apple უდავო ლიდერია ხარისხიან ბრენდინგში. ბერმაცა და ამ წარმატების გამეორება, მაგრამ გაირკვა, რომ მინიმალისტური დიზაინის დაკოპირება საკმარისი არ არის. Apple-ს აქვს საკუთარი ხარისხიანი ტექნოლოგიები, დაწყებული მასალებით და დამთავრებული მობილური აპლიკაციების უზარმაზარი ეკოსისტემით. ჯერ ტექნოლოგიაზე იმუშავე, შემდეგ კი დიზაინით დაასრულე. მონოპოლიის შესაქმნელად დაიწყე პატარა ბაზრებიდან. პატარა ბაზრის დომინაცია ბევრად ადვილია, ვიდრე დიდი ბაზრის. გარდა ამისა, ეს დაგიცავს გამოუსწორებელ შეცდომებისგან. ჯერ ივარჯიშე და დახვეწე უნარები, შემდეგ კი გადადი დიდ თამაშზე. გააცნობიერე განუსაზღვრელი ოპტიმიზმის საფრთხე. ინოვაცია იწყება იმით, თუ როგორ უყურებ მომავალს. მისი აღქმის 4 გზა არსებობს. პირველი, განუსაზღვრელი პესიმიზმი. ეს მიდგომა ნიშნავს, რომ მომავალს უინტერესოდ ხედავ. პესიმიზმი კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპისთვის დამახასიათებელია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ასეთ პოზიციაში ვერ ფიქრობ რაიმეს შეცვლაზე. უბრალოდ უყურებ, როგორ უარესდება ყველაფერი და ელოდები კიდევ უფრო ცუდს. სასოწარკვეთილად არ ჟღერს. მეორე, განსაზღვრული პესიმიზმი. ამ შემთხვევაში მომავლისგან კარგს მაინც არაფერს ელოდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ემზადები ცუდი ამბებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ მოხდება. ჩინეთი მსგავსი ხედვის მქონე ქვეყნის მაგალითია. ერთი შეხედვით, ჩინეთი თავდაჯერებულად აშენებს თავის მომავალს, თუმცა მდიდრები ფულს საზღვარგერეთ აბანდებენ, ხოლო ღარიბები მხოლოდ გროშებს აგროვებენ. მესამე,
განსაზღვრული ოპტიმიზმი. აქ უკვე გჯერა ლამაზი მომავლის, მაგრამ აცნობიერებ, რომ ამისთვის ძალისხმევაა საჭირო. დასავლეთის ტრადიციაში ასეთი პერიოდი დაგრძელდა მე-17 საუკუნიდან 1950-იან წლებამდე. ეს იყო აღმოჩენებისა და კვლევის ეპოქა, სადაც ადამიანები ელოდნენ, რომ ყოველი ახალი წელი უკეთეს მოუტანდა მათ ცხოვრებას. მეოთხე. განუსაზღვრელი ოპტიმიზმი. ასეთ შემთხვევაში გჯერა, რომ მომავალი მშვენიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე აწმყო. მაგრამ ზუსტად არ იცი როგორ. არ გეგმავ არაფერს, უბრალოდ ელოდები, რომ ყველაფერი კარგად თავისთავად იქნება. ეს დამოკიდებულება არ იწვევს აღმოჩენებს, არამედ იწვევს უკვე არსებულის დასრულებას. თუ მომავლისადმი დამოკიდებულების პირველი სამი მოდელი პროდუქტიულია ცხოვრებასა და ბიზნესში, მეოთხე ზედმეტად არასტაბილურია. დღეს საზოგადოება განუსაზღვრელი ოპტიმიზმის მოდელში არსებობს. ეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვლინდება, მათ შორის ფინანსებში და პოლიტიკაშიც. თვითონ ცხოვრება კი გაურკვეველია. ფიქრობ, რომ აღმოსაჩენი აღარაფერია, ამიტომ უკვე არსებულს აუმჯობესებ. მაგრამ ნამდვილად ასეა? ჯერ კიდევ უამრავი რამ არის სასწავლი. იფიქრეთ მაგალითად განუკურნებელ დაავადებებზე, მათთვის ჯადოსნური წამალი ჯერ არ არსებობს. როგორ შეგვიძლია ბედნიერი მომავლის იმედი ვჰქონდეს, თუ კი მასზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ? იგივე ეხება ბიზნესაც. იმისთვის, რომ თქვენი სტარტაპი წარმატებული იყოს, უნდა გადახვიდეთ უკვე არსებულის დახვეწიდან რაღაც ინოვაციურის შექმნაზე. მყარ საფუძველზე ააშენე შენი სტარტაპი. სახლის მშენებლობისას განსაკუთრებულ ყურადღებას საძირკველს აქცევთ. თუ ის უხარისხოა, ყველაფერი შეიძლება დაინგრეს. ეს პრინციპი ბიზნესის შექმნაზეც ვრცელდება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება პროცესშია შესაძლებელი, მაგრამ არსებობს კრიტიკული საკითხები, რომლებიც თავიდანვე სწორად უნდა გადაწყვიტოთ. ესენია: სწორი პარტნიორის არჩევა. პარტნიორების ღირებულებები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგან ფუნდამენტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა გადაუჭრელ კონფლიქტებს გამოიწვევს. კარგად უნდა იცნობდეთ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც სტარტაპს იწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ბედის ანაბარატოვებთ. პარტნიორის არჩევა ბიზნესის შესაქმნელად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იმ ადამიანის პოვნა, ვისთან ერთადაც ცხოვრების გატარებას გეგმავთ. მუდმივი თანამშრომლების აყვანა. თუ ადამიანი შენთან მხოლოდ დროებით მუშაობს, ის სამუშაო პროცესში ქაოსს შემოიტანს. ხშირია, რომ კონსულტანტები და დროებითი მუშაკები ცდილობენ ფულის სწრაფად გაკეთებას. თუ თანამშრომლები მუდმივად შენთან არიან, ხელფას იღებენ, აქვთ წილის ნაწილი და კარიერულ წინსვლას ესწრაფიან თქვენს კომპანიაში, ისინი ძალისხმევას ბიზნესის კეთილდღეობისთვის დახარჯავენ. ფრთხილად იყავი ფინანსურ ანაზღაურებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, გასათვალისწინებელია გარკვეული საკითხები. აღმასრულებელი დირექტორებისთვის დაბალი ხელფასი უკეთესია. თუ მათი ანაზღაურება ზედმეტად მაღალია, ისინი ბიზნესის მფლობლებივით მოიქცევიან. ზომიერი ხელფასი კი აღმასრულებელ დირექტორს ბიზნესის განვითარებისკენ უბიძგებს. მაღალი ხელფასი ასევე აფიქრებინებს თანამშრომლებს, რომ კომპანია უკვე წარმატებულია და მათ ბევრი შრომა არ ჭირდებათ. ეფექტურობაზე დამოკიდებული პრემიები უკეთ მუშაობს, რადგან ისინი შრომის ხარისხზეა დამოკიდებული და თანამშრომლებს მოტივაციას ომაღლებს. თანამშრომლების დაინტერესება. რა შეიძლება იყოს მაღალი ხელფასზე უკეთესი მოტივაცია? ეს უშუალოდ ჩართულობის შეგრძნებაა, რომლის მატერიალიზებაც კომპანიის წილებში შეგიძლიათ. ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებს უფრო პროდუქტიული მუშაობისკენ წაახალისებს. საუკეთესოდ მაშინ მოინდომებთ მუშაობას, როდესაც თქვენი კეთილდღეობა კომპანიის წარმატებაზეა დამოკიდებული. საძირკველის გამაგრება. დაუსვით საკუთარ თავს მთავარი კითხვა. შეძლებს თუ არა თქვენი ბიზნესი 10 წლისადმი ზრდას და მასშტაბების გაფართოებას? თქვენ დრო უნდა დაუთმოთ აღმოჩენებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ გჭირდებათ თუ კონკრეტული მიზნის მიღწევას და წარმატებაზე გაჩერებას გეგმავთ. მაგრამ თუ უწყვეტი განვითარებაზე ოცნებობთ, შეინარჩუნეთ დამწყების ცნობმოსყებელობა. გახსოვდეს, გაყიდვა აუცილებელია. ინოვაციების სამყაროში არსებობს მითი, რომ მაღალხარისხიან ტექნოლოგიას რეკლამა და გაყიდვები არ სჭირდება. ადამიანებს მისი ყიდვა თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლებისა და ეფექტურობის გამო მოუნდებათ.
სინამდვილეში, ეს იდეა თვითმოტყუება და ილუზიაა. თუ შენ ვერ ყიდი შენს ინოვაციურ პროდუქტს, ეს ნიშნავს, რომ შენი ბიზნეს მოდელი ან მარკეტინგული სტრატეგია არ მუშაობს და საჭიროებს ცვლილებას. სხვადასხვა შემთხვევაში გაყიდვის განსხვავებული მეთოდები მუშაობს. აქ მოცემულია რამდენიმე ტიპი, რომელიც უნდა იცოდეთ. პირველი, რთული გაყიდვები. თუ ძვირადღირებული პროდუქტი ან ტექნოლოგია გაქვთ, თითოეულ კონტრაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა წელიწადში ერთზე მეტი კონტრაქტი არ დადოთ, მაგრამ ეს ამ ტიპის პროდუქტებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თქვენი დროის უმეტეს ნაწილს კლიენტთან ურთიერთობების დამყარებაზე და მათ მხარდაჭერაზე დახარჯავთ, თუნდაც გარიგების დახურვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი და ზოგჯერ რთული გზაა, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვის ეს მეთოდი მუშაობს. ამ გაყიდვისთვის ვინმეს დაქირავება არ გჭირდებათ. როდესაც საქმე მილიონებზე მიდის, მყიდველებს სურთ აღმასრულებელ დირექტორთან საუბარი. მეორე, პირადი გაყიდვები. აქ საუბარია შედარებით იაფ პროდუქტებზე. თავარია სწორად ორგანიზდეს გუნდის გაყიდვების მუშაობა. შესამჩნევი მაგალითია ბოქსის ისტორია. მათ თავდაპირველად სტენფორდის ძილის კლინიკის მკვლევარებს მიჰყიდეს მცირე ღრუბლოვანი საცავი, როცა ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული. დღეს სტენფორდის ყველა სტუდენტს აქვს ღრუბლოვან ანგარიშზე წვდომა. ბოქსმა პატარა ბაზრიდან დაიწყო და შემდეგ ფართო მასშტაბებზე გავიდა. ეს ვერ მოხდებოდა თავიდანვე, რომ უნივერსიტეტის მფლობელთან მისულიყვნენ. პირადმა გაყიდვებმა ბიზნესის ზრდას შეუწყო ხელი. მესამე, მარკეტინგი და რეკლამა. ეს მეთოდი მასობრივი მოხმარების პროდუქტებისთვისაა. რეკლამა სტარტაპისთვისაც შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ დიდ კომპანიებთან კონკურენციის სტუნებას უნდა გაერიდონ. სტარტაპებს ამისთვის არც რესურსი აქვთ და არც საჭიროება. მეოთხე, ვირუსული მარკეტინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გაავრცელონ ინფორმაცია პროდუქტზე ან ტექნოლოგიაზე, თუ ის მოსწონთ. გაიხსენე Facebook-ი, რომელიც სწორედ ამ გზით განვითარდა. თუ იპოვი ნიშურ ბაზარს ვირუსული პოტენციალით, შეგიძლიათ მონოპოლიად იქცეთ. თქვენ არ გჭირდებათ გაყიდვების ყველა მეთოდის გამოყენება. მხოლოდ ერთის ეფექტურად ამუშავებით შთამბეჭდად წარმატებას მიაღწევთ. იცოდი? Kellogg Insights-ის გამოთვლით, წარმატებული კომპანიის შექმნის ალბათობა 40 წლის ასაკში ორჯერ მაღალია ვიდრე 25 წლის ასაკში. უფრო მეტიც, 2,7 მილიონი დამფუძნებლის საშუალო ასაკი არის 41,9 წელი. ტექნოლოგიისა და ადამიანური ძალის შერწყმა. ეჭვგარეშეა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებმა რევოლუცია მოახდინა თანამედროვე სამყაროში. ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია სმარტფონების გარეშე, ხოლო ზოგიერთი ტექნოლოგია ადამიანზე უფრო მოწინავია. კომპიუტერები საუკეთესო მოჭადრაკეებს ამარცხებენ, მძღოლები კი ავტომატიზებულ მანქანებზე ღელავენ. მაგრამ შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ადამიანის სრულად ჩანაცვლება? ამის გარდა უკეთესი კითხვებიც არსებობს. ტექნოლოგია შეუძლია დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება, მაგრამ მან არ იცის როგორი მოქმედოს მიზანმიმართულად და მიიღოს გადაწყვეტილებები. ადამიანები და მანქანები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ, ამიტომ მათ ერთმანეთთან კონკურენცია არ შეუძლიათ. ბევრად უფრო ეფექტურია, თუ ტექნოლოგიას ადამიანის პროდუქტიულობის გამაძლიერებელ ასისტენტად განვიხილავთ. ეს ეხება ადამიანისა და მანქანის პრობლემის გლობალურ გაგებას. ეს ასევე წარმატებული ბიზნესის პრაქტიკული გადაწყვეტილებაც არის. PayPal-ი არის იმ კომპანიის მაგალითი, რომელმაც წარმატებით განახორციელა ეს იდეა. თაღლითობის წინაშე მათ შექმნეს ჰიბრიდული სისტემა საეჭვო ტრანზაქციების გამოსავლენად. ჯერ კომპიუტერი აიდენტიფიცირებდა საეჭვო ქმედებებს, შემდეგ კი ადამიანები წყვეტდნენ, იყო თუ არა ეს ტრანზაქცია ყალბი. ასევე შეგიძლიათ ტექნოლოგია თქვენს ბიზნესშიც გამოიყენოთ, სპეციალისტების შრომის ჩანაცვლების გარეშე. ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი ინოვაციებიც კი ვერ ჩაანაცვლებს ექიმებს, იურისტებს, მასწავლებლებს ან კონსულტანტებს. მაგრამ ტექნოლოგია მათ უკეთ მუშაობაში დაეხმარება.
თქვენ გამორჩეულ შედეგებს მიაღწევთ, თუ ადამიანისა და მანქანის ბალანსის სარგებელს გააცნობიერებთ. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია წარმატებული სტარტაპის ასაშენებლად. წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად დაუსვით საკუთარ თავს 7 საკვანძო კითხვა. პირველი. შეგიძლიათ შექმნათ ინოვაციური ტექნოლოგია და არა უბრალოდ გააუმჯობესოთ ის, რაც უკვე არსებობს. მეორე. არის თუ არა ახლა შესაფერისი დრო თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის? მესამე. რომელი ბაზრიდან დაიწყებთ პირველად ათვისებას, დიდი თუ პატარა? მეოთხე. გყავთ გუნდი, რომელიც თქვენს ღირებულებებს იზიარებს? მეხუთე. ზუსტად იცით თუ არა, როგორ მოახდენთ თქვენი პროდუქტის პოპულარიზაციას? მეექვსე. იქნება თუ არა თქვენი ბიზნესი აქტუალური 10-20 წლის შემდეგაც? მეშვიდე. ხედავთ თუ არა იმ უნიკალურ შანსს, რომელიც სხვებს არ შეუმჩნევიათ? ეს კითხვები ერთგვარი ინსტრუქციაა, რომელიც დაგეხმარებათ სტარტაპის დაწყებაში. სიეცადეთ თითოეულ მათგანს მკაფიო პასუხი გასცეთ. სასწაულის იმედზე ყოფნა და გეგმის გარეშე მოქმედება ძალიან სარისკოა. ბევრად უფრო უკეთესია გააკეთო ყველაფერი, რაც შენზეა დამოკიდებული და ამის შემდეგ იწამო საკურცებისთვის. უნდა კონცენტრირდე იმაზე, რაც კარგად გამოგდის, მაგრამ ამის მანამდე საფუძვლიანად დაფიქრდე, თუ რამდენად იქნება ის მომავალში ღირებული. პიტერ ტილი. წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად დაუსვით საკუთარ თავს 7 საკვანძო კითხვა. პირველი. შეგიძლიათ შექმნათ ინოვაციური ტექნოლოგია და არა უბრალოდ გააუმჯობესოთ ის, რაც უკვე არსებობს? მეორე. არის თუ არა ახლა შესაფერისი დრო თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის? მესამე. რომელი ბაზრიდან დაიწყებთ პირველად ათვისებას, დიდი თუ პატარა? მეოთხე. გყავთ გუნდი, რომელიც თქვენს ღირებულებებს იზიარებს? მეხუთე. ზუსტად იცით თუ არა, როგორ მოახდენთ თქვენი პროდუქტის პოპულარიზაციას? მეექვსე. იქნება თუ არა თქვენი ბიზნესი აქტუალური 10-20 წლის შემდეგაც? მეშვიდე. ხედავთ თუ არა იმ უნიკალურ შანსს, რომელიც სხვებს არ შეუმჩნევიათ? ეს კითხვები ერთგვარი ინსტრუქციაა, რომელიც დაგეხმარებათ სტარტაპის დაწყებაში. შეეცადეთ თითოეულ მათგანს მკაფიო პასუხი გასცეთ. სასწაულის იმედზე ყოფნა და გეგმის გარეშე მოქმედება ძალიან სარისკოა. ბევრად უკეთესია გააკეთო ყველაფერი, რაც შენზეა დამოკიდებული და ამის შემდგომ იწამო წარმატების. უნდა კონცენტრირდე იმაზე, რაც კარგად გამოგდის, მაგრამ მანამდე საფუძვლიანად დაფიქრდი, თუ რამდენად იქნება ის მომავალში ღირებული. პიტერ ტილი. დასკვნა. ადამიანების უმეტესობა თვითრობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკვე გაკეთებულია, ამიტომ მშვიდად შეიძლება მიღებული სარგებლით ტკბობა. მაგრამ არსებობს 4 სოციალური ტენდენცია, რომლებიც გვიშლის ხელს უცნობისა და საიდუმლოს გაშლაში. პირველი. პატარა ნაბიჯებით წინსვლის საჭიროება. ამას სკოლაში ვსწავლობთ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ყოველთვის შეგაქებენ თუ საჭიროზე მეც ისწავლი. იყავის სხვებზე ოდნავ უკეთესი, რომ საუკეთესო იყო. მეორე. რისკის თავიდან აცილება. თუ არაფერს გაუთვალისწინებელს და უჩვეულოს არ გააკეთებ, ნაკლებია ალბათობა, რომ საზოგადოებამ დაგგმოს. საიდუმლოებები აშინებს ადამიანებს, რადგან არ იციან, როგორ მოექცნენ მათ. მესამე. თვითკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ ელიტას აქვს რესურსები ახალი აღმოჩენებისთვის, ამას არ აკეთებს, რადგან არსებული ვითარება სრულიად აწყობს. რატომ უნდა დახარჯოს ძალისხმევა, თუ უკვე ყველაფერი აქვს? მეოთხე. უსაფუძვლობა. ხშირად გონია, რომ თუ აღმოსაჩენი კიდევ რამე იქნებოდა, სხვებმა ამას უკვე გააკეთებდნენ. ეს გაიძულებთ, რომ თქვენი იდეების შესახებ გაჩუმდეთ და საკუთარი ძალების არ გჯეროდეთ. დაუპირისპირდი ამ ტენდენციებს. მრავალი გაუმჟღავნებელი საიდუმლოს გამოყენებით შეგიძლიათ მონოპოლიური ბიზნესი შექმნათ. მათ აღმოსაჩენად იქ გაიხედეთ, სადაც არავის გაუხედავს. თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც ქმნით შეზღუდვებს, რომლებიც ხელს გიშლით, რომ გადაწყვეტილება დაინახოთ.
სცადეთ ეს. დაფიქრდი, რომელი სფეროები არაა ჯერ კიდევ ბოლომდე განვითარებული და სადაც სტანდარტული მიდგომები არ არსებობს. ფიზიკაში შესაძლოა ახალი აღმოჩენები რთული იყოს, მაგრამ კვებაში ეს სფერო ჯერ კიდევ დასამუშავებელია. გამოიმუშავე მკვლევარის ცნობის მოყვარულება და ყურადღება მიაქციე ადგილებს, სადაც კრეატიული გადაწყვეტილებები ჯერ არ გამოჩნდა. მსოფლიოში უამრავი საიდუმლო დარჩა, რომელიც შენს აღმოჩენას ელოდება. დაფიქრდი, რომელი სფეროები არაა ჯერ კიდევ ბოლომდე განვითარებული და სადაც სტანდარტული მიდგომები არ არსებობს. ფიზიკაში შესაძლოა ახალი აღმოჩენები რთული იყოს, მაგრამ კვებაში ეს სფერო ჯერ კიდევ დასამუშავებელია. გამოიმუშავე მკვლევარის ცნობის მოყვარეობა და ყურადღება მიაქციე ადგილებს, სადაც კრეატიული გადაწყვეტილებები ჯერ არ გამოჩენილა. მსოფლიოში უამრავი საიდუმლო დარჩა, რომელიც შენს აღმოჩენას ელოდება.